უკრაინას უკვე რამდენიმე დღე-მინისტრ და ახალი კაბინეტი ყავს. მთავრობის წევრებს შორის სამი უცხოელია, რომელმაც დანიშნვამდე ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. არსენ იაცენუკის ახალი გუნდის მთავარი ამოცანა კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელი რეფორმების გატარებაა. ქვეყნის უმაღლესმა რადამ პრემიერის წარდგენით ეკონომიკა ლიტველს, ფინანსები ამერიკელს, ჯანდაცვა კი ქართველს ჩააბარა. უკრაინაში ნაციონალური მოძრაობის მთავრობის ყოფილი ჩინოსნების დანიშნვამ საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აზრთა სხვადასხვაობაა თავად უკრაინაშიც. რამდენად გამართლებულია მთავრობაში უცხოელების შეყვანა. ამას უკრაინელები მას შემდეგ შეაფასებენ, რაც ახალი მინისტრების საქმიანობის შედეგს ნახავენ. მანამდე კი როგორია ქვეყნის ჯანდაცვის ახალი მინისტრის გეგმები? ალექსანდრე კვიტაშვილი პირდაპირ ეთერში გვიერთდება. საღამოშიდობისა ბატონო ალექსანდრე, მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონო ალექსანდრე, საკმაოდ უჩვეულო პრაქტიკაა. ამას თითქმის არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს გულისხმობ უცხოელების მინისტრებად დანიშნავს. მით უმეტეს უკრაინის შემთხვევაში უცნაურია 45 მილიონიან ქვეყანაში. რატომ არის სამი მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელი უცხოელი? საინტერესოა, როგორ მოხდა თქვენი შერჩევა და იყვნენ თუ არა, ყავდა თუ არა თქვენ კონკურენტები და ვინ იყვნენ ისინი? კონკურენტების შესახებ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ასე ვთქვათ, არაკონკურენტულ გარემოში თუ უკონკურენტულ გარემოში მომიწია ამას დათანხმება. უბრალოდ აქ სიტუაციაც სხვანაირადაა, ჩვენთან გამოწვეული რეაქციის შედეგად არასწორი ანალიზი მიდის იმისა თუ რა ხდება უკრაინაში და რატომ მოხდა ესეთი არჩევანის აკეთება. უკრაინაში არის საკმაოდ მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია. ქვეყანაში არის ომი, ფართომასშტაბიანი ჩვეულებრივი ომი და არა რაღაცა შეხლა შემოხლა. იქ რუსეთის მიერ დაქირავებული, დაფინანსებული, აღჭურვილი ბოევიკები ებრძვიან ნაციონალურ არმიას, იქ არის ჩვეულებრივი ომი. ამასობაში ეს რაც ხდება ზოგადად ხო, შიგნით ქვეყანაში არის ძალიან მძიმე სიტუაცია კორუფციის მხრივ. რეფორმები პრაქტიკულად არც ერთ სფეროში არ განხორციელებულა, ან თუ განხორციელებულა ძალიან მინიმალური. ხალხის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და ზოგადად თვითონ ძალიან მომთმენი ხალხია უკრაინელები, მაგრამ უკვე ამ ყველაფერს მიაღწია გარკვეულ პიკს. აქედან გამომდინარე, წინა ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, არა იანუკოვიჩს, არა შემდეგ რევოლუციის შემდგომ ხელისუფლებამ სცადა ამ პრობლემასთან გამკლავება, მათ მიიღეს, ასე ვთქვათ, ავანსად გარკვეული დახმარება დასავლეთიდან და მე გულისხმობ ფინანსურს და ამ შემთხვევაში სამხედროზე არ არის საუბარი. და მაინც ასე ვთქვათ ვერ დაძრეს ეს მკვდარი წერტილიდან ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მათ ჭირდება თავის საკუთარი რეპუტაციის, როგორც ქვეყნის და როგორც ხელისუფლების ამაღლება, აწევა, იგივე უცხოელი ინვესტორების და მათი პარტნიორების თვალში, რომ დააჯერონ, რომ ისინი სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ კორუფციას დასამარცხებლად და ქვეყნის რეფორმირებისკენ. აქედან გამომდინარე, ეს ახალი კაბინეტი შედგა, მე მინდა გითხრათ, რომ ჩემს გარდა და კიდე ორი თქვათ არა უკრაინის მოქალაქის გარდა იქ არის ძალიან ძლიერი ეკონომიკური ბლოკი, ანუ თვითონ უკრაინელების მიერ შემდგარი. ეს არის ყველაზე ახალგაზრდა მთავრობა უკრაინაში, უკრაინის ისტორიაში 54 წელი არის საშუალო ასაკი. ეს არის მთავრობა, რომელიც არის სრულად ყველა წევრი არის ინგლისურენოვანი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მეწმუნეთ დასავლეთთან ურთიერთობის გამსამტკიცებლად და მათთან პირდაპირ მათ გასაგებ ენაზე სასაუბროთ. და არის მთავრობა, რომელსაც არანაირი კავშირი აბსოლუტურად არ ქონია და არ აქვს არავითარ კორუმპირებულ სქემებთან, ინტერესებთან ან სხვა. და კიდევ ერთ ხაზს გავუსვამ, არც ერთი ჩვენთაგანი, ვინც ამ მთავრობაში მოხვდით, არა ვართ კარიერული, ასე ვთქვათ, მინისტრები. ახლა ჩემ შემთხვევაში სადაცულო ამაზე თქვა, რომ მე ორჯერ მიწევს მინისტრის პოსტზე დაკავება, მაგრამ მე გულისხმობ, ეს არ არის ხალხი, რომელიც იქ მივიდა, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში იქ იყოს მინისტრი და შავი ვოლგით იაროს და ასე შემდეგ. ეს არ არის არავის ინტერესში, პირიქით, აქ ყველა მოსულია იმისთვის, რომ ყველა ძალიან კარგად ესმის სიმძიმე მდგომარეობის, რომ აუცილებელია ცვლილება, რომ წარმოუდგენელია ცვლილება ცალკე აღებულ სექტორებად, ჯანდაცვა იქნება ეს ეკონომიკა, აქ უნდა კომპლექსური მიდგომა, ამიტომ შეიკრა გუნდი, რომელიც იმუშავებს ერთად, ერთი იდეალი აქვს, ერთი, ასე ვთქვათ, ერთნაირი აზროვნება აქვს, ასე ვთქვათ და ერთმანეთი ძალიან კარგად გვესმის. მე მაგალითად სულ რამდენიმე საათი გავატარე მათთან მუშაობის პროცესში და ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება ამ ხალხს ვიცნობ, იმიტომ რომ აბსოლუტურად მესმის მათი ყველაფერი და მათ ესმის ჩვენი. გასაგებია, მნიშვნელოვანია მთავრობას ჰქონდეს ერთიანი კონცეფცია და ერთიანი მიზნები. მე როგორც ვიცი, თქვენ უკვე რამდენიმე თვეა ხართ უკრაინაში და ჯანდაცვის სფეროს რეფორმირებაზე მუშაობთ. რამდენად მოახერხეთ ამ პერიოდში უკრაინული სისტემის გაცნობა და თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, რა არის მისი ძირითადი გამოწვევა ამ მომენტში? კი ბატონო, მე 3 თვეა სექტემბრის თვიდან მუშაობ საკონსულტაციო ჯგუფში, ეს არის 12 კაციანი ჯგუფი, რომელიც შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროსთან.
აქ არის გაერთიანებული 12 საერთაშორისო და უკრაინელი ექსპერტი. ჩვენი მიზანი იყო რომ დაგვეწერა რეფორმების სტრატეგია, ეს სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა, დღეს იყო მისი პირველი პრეზენტაცია, მომიწია მე Skype-დან ჩართვა, უკვე არა როგორც მონაწილის, არამედ როგორც მიმღები მხარეს, ასე ვთქვათ, მინისტრის რანგში. ძალიან კარგი სტრატეგიაა, ანუ არის ზომიერად რადიკალური, ასე ვთქვათ, რადიკალური, მაგრამ არა ისე რომ გამოიწვიოს გარკვეული რაღაცა სოციალური პრობლემები ან ვთქვათ აფეთქება, ან ვთქვათ რაღაც უკმაყოფილება. არის ძალიან კარგად გაწერილი ეს ყველაფერი. ჩვენ მქონდა უკვე მე მქონდა მოთხოვნა რომ გავეკეთებინა შემდეგი წლისთვის პირველი 3-4 სასწრაფოდ გარასადგმელი ნაბიჯი, რომელიც დაჭირდება მთავრობას რომ იმუშაოს ახალი წლის მერე. ეს ყველაფერი გავაკეთეთ. ძირითადად გამოწვევები არის რა? იქ არის შენარჩუნებული ძველი საბჭოთა მოდელი, ჯანდაცვის მართვის, სამაშკოს მოდელი, რომელიც ახლა ამაზე კამათი კარგია ცუდი არ დავიწყებ, საუბარია იმაზე, რომ ეს არის ფუფუნება მხოლოდ ძალიან მდიდარი ქვეყნისთვის, ან იგივე საბჭოთა კავშირის ტიპის ქვეყნისთვის, სადაც იგივე ფული ბეჭდვა ყოველგვარი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის გარეშე. ამიტომ უკრაინა ამ სისტემას ვერ შეენარჩუნებდა ვერც ერთ შემთხვევაში წარმომადგენელი იქნებოდა, რომ ამას გაეძლო. ეს არის მარტივად რო გითხრათ, სისტემა, სადაც სახელმწიფო არის როგორც შემსყიდველი მომსახურების, ასევე ამ მომსახურების მიმწოდებელი და ასევე ამ მომსახურების ხარისხის გამკონტროლებელი. ყველაფერი არის სახელმწიფოს ხელში, თავიდან ბოლომდე. ეს არის დაახლოებით ის, სადაც საქართველო იყო 95-96 წლებში. ჩვენთან ეს რეფორმები დაიწყო ძალიან ადრე, ანუ ყოველ წელს ხდებოდა რაღაც ახალი შემოტანა, 96 წლიდან დაიწყო ძირეული გარდაქმნა, რომელმაც მერე შემდგომ მიგიყვანა უკვე იმაზე, რაც მოხდა 2000 წელს, შემდეგ 2006 წელს, 2008 წელს და ახლა თქვათ დასრულდა საყოველთაო ჯანდაცვა. ბატონო ალექსანდრე, უკრაინაში აცხადებენ, რომ წარმატებული ქართული რეფორმების გადაღება და დანერგვა უნდათ ქვეყანაში. თქვენ თითქმის 3 წელი იყავით ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში. ნაციონალური მოძრაობის ოპონენტები ახლა აცხადებენ, რომ ამ პერიოდში გატარებული ცვლილებები და ინიციატივები არ იყო წარმატებული. თქვენ პირადად რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე წარმატებული რეფორმად და რის გადატანას გეგმავთ უკრაინულ ჯანდაცვაში? მე უბრალოდ არ მინდა უპასუხო პასუხი გავცე საქართველოს არაეთიკური იქნება ჩემს საქართველოს მთავრობის წევრების გამონათქვამებს, მაგრამ თქვათ თუ ჩათვლით რომ ეპასუხობ არა მთავრობის წევრებს, მინდა გითხრათ რომ მოწონება არ მოწონება ეს ერთი არის, მეთოდის მოწონება თუ რა ვიცი შეიძლება დაარქვათ, მაგრამ ამის ყველაფრის ფაქტი არის სახეზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს საავადმყოფოში და თუ ძალიან ნებისმიერ საავადმყოფოში ძალიან მოკლე მეხსიერება არ გააჩნია, გაიხსენოს რა იყო ეს საავადმყოფოები 10 წლის წინ, თუნდაც 8 წლის წინ. და საიდან სად მოვერეთ? ეს იყო აბსოლუტურად დანგრეული, გაუბედურებული, გაპარტახებული სისტემა, სადაც ექიმი მიძვრებოდა ძალიან დიდი ბოდიში ამ სიტყვაზე პაციენტის ჯიბეში და ეს არც ერთ ექიმს არასდროს, არც ერთ ქვეყანაში არ მოსწონდა, საქართველოში მით უმეტეს არ მოსწონდა და არასდროს, მაგრამ ჩაყენებული იყო მდგომარეობაში, რომ უნდა აიღო ვიღაცისგან ფული. ეს სისტემა არის ძირეულად შესრულილი და ახლა თუ ამაში ვინმე შემეკამათება, ალბათ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს და რაღაც სხვაგან არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ფეხზე დგას, არის სისტემა, რომელიც მუშაობს. არის კერძო კომპანიების ძალიან დიდი ინვესტიციების შედეგად მიღებული უმაღლესი ხარისხის, რაც ამ ქვეყანაში შესაძლებოდა ქონოდა სამედიცინო ქსელი და სწორედ აი ამის შედეგია, იმიტომ რომ ჯანდაცვის რეფორმა ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს გარკვეული თანმიმდევრობით. ეს ვერ გაკეთდებოდა, თუ კი 90-იანი წლების ბოლოს არ მოხდებოდა ის რეფორმები, როგორც მოხდა ავტონომიების მიცემა საავადმყოფოებზე, გამოყვანა სახელმწიფო საკუთრებიდან შენობების, დაწყება პრივატიზაციის გარკვეულწილად, თქო, იგივე სტომატოლოგიის გამოყოფა, როგორც დარგის, ასე ვთქვათ, ხო, და აფთიაქების მილიონი რაღაც გაკეთდა მანამდე. ამაზე მერე დააშენდა უკვე ის რეფორმები, უფრო ფართო, უფრო რადიკალური, უფრო ძლიერი, ასე ვთქვათ, კომპონენტები და უფრო პოლიტიკურ ზურგის მქონე. რამაც ძალიან დიდი ნაბიჯი გადაგაწინ. შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბდა დაზღვევა, სადაც 46,000 კაცი იყო დაზღვეული 2006 წელს, უკვე 2010 წლის ბოლოს იყო თითქმის 2 მილიონი და თუ არ მეშლება 1,600,000 დაზღვეული სახელმწიფოს მიერ და ასევე თვითდაზღვეული. ამ ყველაფერმა, აი ამ თანმიმდევრობამ და იმ საფუძველმა, რომელიც შეიქმნა 2006-ში, 7-ში, 8-ში, 9-ში, 10-ში 11-ში მისცა საშუალება ამ ხელისუფლებას, რომ ამაზე დაეშენებინა უნივერსალური საყოველთაო დაზღვევა. არა, და მინდა უბრალოდ ერთი კიდე დავამატო, ეს არ არის რაღაცა ესეთი ფრაზები, ხო, ეს არის ვიზუალურად დანახვადი შედეგი ყველაფრის ამისა და ეხლა იმის ლაპარაკი, რომ ეს წარმატებული იყო, არ იყო წარმატებული, რა ვიცი,
გავიაროთ და ვნახოთ. ისევ უკრაინას რომ დაუბრუნდეთ. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დაინიშნა ეკა ზღულაძე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე კონსულტაციები მიმდინარეობს გიორგი ვაშაძესთან. ვრცელდება სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების გვარებიც. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? საქართველოს ყოფილი მთავრობის რომელი მაღალჩინოსნები აპირებენ ან მრჩევლის ან იგივე სახელმწიფო მოხელის რანგში დაეხმარონ უკრაინას რეფორმების გატარებაში? იცით რა, მართლა გუშინ გვიან ჩამოვედი და უკრაინაში ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ნამდვილად არ ვიცი ზუსტად გიორგი ვაჩაძის შესახებ იქ რამე ოფიციალური პოსტი შესთავაზეს თუ არა. ამ თუ არ იმის დანიშნულზე საუბარი, მაგრამ ის რო იქ მუშაობს ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, ეს არის სახელმწიფო შესყიდვების და ელექტრონული ფორმატის დანერგვა და გამჭვირვალე სისტემის შემოტანა, ეს ფაქტია. ეს პროექტი, რომელზეც გიორგი მუშაობს ძალიან დიდი ხანია იქ თავის უკრაინულ კოლეგებთან, იქნება ზუსტად ის იარაღი აი ამ ახალი მთავრობის ხელში, რომელიც შეძლებს გარკვეულწილად და მეტწილად შეამციროს კორუფცია სახელმწიფო შესყიდვების დროს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს უკრაინას აქვს. ეს არის არაგამჭვირვალე მონოპოლისტური ოლიგოპოლიურ მეგობრული ძვაკაცური მექტამული ესეთი ტიპის შესყიდვების სისტემა, რომელიც ქვეყანას ანგრევს შიგნიდან. ეს რაც აკეთებს გიორგი ვაჩაძე და მისი უკრაინული ჯგუფი უკრაინაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი 1 იანვრიდან თუ არ ვცდები ეს სააგენტო გაეშვება და უკვე შეიძლება ელექტრონული შესყიდვები და ეს ამოასუნთქებინებს ძალიან ბევრ სამინისტროს, მათ შორის ჯანდაცვის. ასევე არის საუბარი პოლიციის რეფორმირებაზე. იქაც მოგეხსენებათ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ზოგადად საერთოდ ქვეყანაში და აუცილებლად თვლიან, რომ პოლიციის რეფორმა საჭირო არის, არა ფასადური თქვათ მილიციის პოლიციაზე გადარქმევა და თქვათ ფორმის შესწვა, არამედ ძირეული ცვლილება როგორც საქართველოში მოხდა. ზოგადად უკრაინაში ძალიან მაღალი შეფასება აქვს იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ზუსტად რომ იგივე პოლიციის რეფორმისა და სახელმწიფო სამსახურების რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის კუთხით ის რომ სახელმწიფო უფრო მოქნილია და სახელმწიფო სამსახური უფრო საინტერესოა თქვა და უფრო ორიენტირებული ადამიანის მომსახურება და საინტერესო ახალგაზრდებისთვის და მიმზიდველია, აი ეს არის მათთვის ის ნიშა, რომელიც მათ ჭირდებათ, რომ ეხლა შეავსონ უკრაინაში. ამიტომაც არის ამხელა ინტერესი ქართულ რეფორმატორებზე, ასე თქვა, თუმცა ჩვენ თავის დროზე არავის არ ვიფიქრია ესეთი სახელწოდების მონიჭების კუთხით, უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რაც ვფიქრობთ, რომ სწორი იყო. და ამიტომაც არის ეს ინტერესი და მე არ გამოვრიცხავ, მე უბრალოდ არ ვიცი ზუსტად და არ მინდა რაღაცა არასწორი ინფორმაცია გავაჟღერო, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ, კიდევ უფრო მეტი ქართულის მოწვევას იქ ნებისმიერ სხვადასხვა ფორმატში, იქნება ეს კონსულტანტი, იქნება ეს რაღაც ჯგუფის ხელმძღვანელი, თუნდაც იგივე მთავრობაში. ბატონო ალექსანდრე, კონკრეტულად როგორ ვარაუდეთ, თქვენ გაქვთ თქვენი პროგრამა, თქვათ რა შედეგებს ელოდებით, როგორი არის გათვლა პერიოდთან დაკავშირებით და ასევე საინტერესოა ის, რომ თქვენ ახლა უკვე საქართველოში ჩამოხვედით, მართალია ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი, მაგრამ უკვე როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნის უკრაინის ჯანდაცვის ახალი მინისტრი. თუ გქონდათ, თუ იყო რაიმე სახის კოორდინაცია, თქვათ კავშირი თქვენს თქვათ ეს ქართულ კოლეგასთან, ისინი თუ საქართველოს მთავრობიდან თუ დაკავშირდათ თქვენ? არა, ეხლა ამაზე მე არც მიფიქრია მართალი გითხრათ ერთი წამით, იმიტომ რომ მე იქ ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში მოვხდი, უბრალოდ მარტივად რო გითხრათ, ჩამოვედი ჩემი ნივთების და ძირითადად თბილი დასაცმელის დასაღებად, იმიტომ რომ ხაი კინო არის უკრაინაში და არანაირი პროტოკოლით გათვალისწინებული არც მაგის აზრი მოусლია თავში და მე მგონი არავითარი აუცილებლად მაგისი არ იყო. უბრალოდ ესეთი კითხვა არის, რომელსაც მართლა არ მიფიქრია აქამდე ეს არამ არ დამისვი. ამიტომ ოფიციალური ვიზიტი ნამდვილად არ არის და ჩემს პირად საქმეზე ვარ ჩამოსული. დიდი მადლობა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. წარმატებებს გისურვებთ ბატონო ალექსანდრე. მოამბის მთავარი გამოშვება დღეს ამით დასრულებულია. თქვენ კი დარჩით პირველ არხზე 22 საათზე. თქვენ ეკა მიშველაძეს პირველი სტუდია გელოდებათ, ასე რომ არ გადარჩეთ.